გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში წლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან ლიანდაგების გავლით ასობით მეტრის ფეხით დაფარვა უწევთ. სოფლის მკვეთრთა უმეტესობა კი პენსიონერია, რის გამოც ზოგჯერ მათთვის სოფლის დატოვება შეუძლებელი ხდება. ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს მერიას, იყო დაპირებებიც, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. რკინიგზაზე სიარული საერთოდ არ შეიძლება. იძულებულები არიან, რომ გადავიდნენ რკინიგზა, გადაკვეთონ, გადავიდნენ გაჩერებაზე. ტრანსპორტია საჭირო. უეჭვერა, ტრანსპორტი უნდა დაინიშნოს. დღეში 2 იქნება თუ 3 რეისი იქნება. გააკეთო, საათები გვეწოდინება და გავყვებით ავტობუსს და გამოყვებით. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. აი ეს ტრანსპორტი ძალიან გვიჭირს, ტრანსპორტი აუცილებლად გვჭირდება. ეხლა რო ვთქვა, აი მიმართეთ და არ იყო რეაგირება. იყვნენ აქ მოსულები, ხინჩიკაშვილი როცა იყო, მაშინ იყო საუბარი მაგაზე, ბევრი ხალხი შევიკრიბეთ, მაგრამ არ დაგვენიშნეს მაინც. პრობლემა ისა გვაქვს, რომ ჩვენ დავდივართ რკინიგზაზე. თუ რკინიგზა არ გავიარეთ, საფეხმავლო ბილიკი არსად არ გვაქვს. უნდა ავიდეთ, მაღაზია არის კილომეტრის მოშორებით. იქ რო ავიდეთ და ვიყიდოთ, იქიდან წამოღებაც გვიჭირს. ზოგს მანქანა ყავს, იმათ არ აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ ხო ყველას ხო არა გვაქვს მანქანა. მანქანის გამო დავდივართ ქალაქში, იქიდან მე მოგვაქვს, გაჩერებამდე მოვიტანთ, იქიდან 500-600 მეტრია ჩვენ სახლამდე რომ მოვიტანოთ და დამძიმდა ეხლა სიარულიც და უმძიმდა ასაკში შესულ ადამიანს. ტვირთის ტარებაც გვიჭირს. აი რა სითხოვს მოსახლეობა ტრანსპორტთან? მოსახლეობა სულ მაგას ვითხოვთ. წაი ესენი ხელმოწერები აიკრიფა, იყვნენ დადიოდნენ ხელი მოგვაწერნეს. უნდა შემოვიდეს. დღეში 4 რეისი გაკეთდეს რა მოხდა. დილით 9 საათზე, 12 საათზე, 4-ზე და 6 საათზე რო შემოვიდეს ტრანსპორტი. მოტრიალება არ შეგვიძლიაო ავტობუსებისა. ყველგან არის მოსატრიალებელი. ვისაც სურს ეძებს საშუალებებს და ვისაც არ სურს ეძებს მიზეზებს. პრობლემებს უქმნის მოსახლეობას ის ფაქტი, რომ ტრანსპორტი არ არის. თქვენ ახსენეთ ის, რომ გადასვლა გიწევთ ლიანდაგებზე და ძალიან დიდ პრობლემთან ასოცირდება. ამის ირგვლივაც რომ ისაუბროთ, ხო, მართალია, ძალიან მართალია. ტრანსპორტი ახლა ჩერდები ახლა ტრასაზე. ტრასიდან იქიდან აი ალბათ შემსახლამდე რამხენაკენ ეს გზა იქით იყოს. თვითონ ლიანდაგზე გვიხდება გადადი, გადმოდი და ხანსა წავიქცევი ლიანდაგებზე შულო ხანსა ამ ხლის ქალი პატარა ხო არა. აქამდე გადავდიოდი, გადმოდიოდი და არ არის პრობლემა რომ მოვიდეს საქა და დადგეს და მოტრიალდეს ის ავტობუსი და თუ გინ მოგვიმატო თუ ბევრს არ შეიძლება შულ ერთი რამ მაქვს სათხოვარი. ორი რეისი მაინც რო გააკეთო რომ ან მოხუცებულებისთვის ან ბავშვიანებისთვის დიდი შეღებათი იქნება რომ დილით რო გავყვები იმასაც შულო ვივარავდა და საღამოდ წამო თუ ყოველ რეისზე არა 2 რეისი თუ 3 იქნება უკეთე დილით შევდგეთ და 2 რეისით რო დაგვაკმაყოფილე აღარ შეგვიძლია ამ ლიანდაგებზე სიარული და ტრანსპორტთან დაკავშირებით და როდის შეიტანეთ ეს განცხადება? ეს ადრე შევიტანე ახლა შეიძლება ვადაგასული როგორ არის ესეც ხო ის არ არის რაღაცა თვითონ იმის ხელმოწერაც მაქვს მერიისა რა ქვია რა გვარი იყო და რეაგირება თუ იყო მერიისგან რა კი რეაგირება მითხრა რომ ბაბო ერთ თვეში თვენახევარში უკვე ტრანსპორტი და იმის შემდეგ თვენახევარი კი არა წელიწადი 2 წელიწადი გავიდა თვითონ იმანაც მოაწერა ხელი დირექტორმა და იქ მოტრიალების პრობლემა ის არის რომ იქ არის საკმაო ადგილი ერთი ტრაქტორით რომ მოვიდეს და გასწორდეს ის ადგილი შულო თავისუფლად მოტრიალდება თუ არა და სკოლასთან იმხენა ტერიტორია და იმხენა ფართობია რომ სულ თავისუფლად შეუძლია რაღაცა რამდენი მეტრი იქნება იქიდან აქ რო ჩამოვიდეს. ყველაფრის საშუალება, მაგრამ ყურადღებას აღარავინ არ გვაქცევს. ჩვენი სოფელია უყურადღებოი. არავინ გულშემატკივარია და ხო და პრობლემებს უქმნის მოსახლეობას ის ფაქტი რომ აქ არ არის ტრანსპორტი და გადაადგილების მიმართ არის 400 მეტრი გაჩერებამდე ავტობუსის გაჩერებამდე მოსახლეობა ხომ მიდის დილადან მიდიან სამუშაოზე საღამოთი ხო ბრუნდებიან და უძნელდებათ მისვლა და მოსვლა რა თქმა უნდა რო ივლის უფრო იოლი იქნება რა თქმა უნდა მოსწავლეებისთვინაც იქნება ნახევარი სოფელი ქალაქში ცხოვრობს ისა სწავლობს უფრო უკაცრავად ქალაქში სწავლობს და ეგრე იქნება რომ
სოფელი იქნება კმაყოფილი. თრიალეთის გადამღები ჯგუფი გორის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს ჯერ არ უპასუხეს, ამიტომ დააკმაყოფილებენ თუ არა სოფელი ორთაშენის მოსახლეობის მოთხოვნას, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.